მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში და ღია წერილი ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს მოკლედ დღესაც განსჯის საგანია თუ რა მიწერა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, როგორც კობახიძე ამბობს, მოკლედ ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ცალმხრივად შეწყდა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან, რის შემდეგაც არაერთხელ იქნა უარყოფილი ქართული მხარის მიერ შეთავაზებული დისკუსიისა და თანამშრომლობის ფორმატი და ამგვარი ვითარების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობა იძულებულია მათ ღია წერილით საჯაროდ მიმართოს. შემდეგ წერილში მოკლედ არაერთ გზის ხაზგასმულია ის, რომ ევროპული ბიუროკრატია ძალიან აცდა ზოგადად ევროპულ ღირებულებებს და ამის გამოც დაშორდა ჩვენი და მათი გზები ერთმანეთს. ვიქტორ ყიფიანი, საზოგადოებრივი მოძრაობა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCase-ის თავმჯდომარე, მოგესალმებით, მადლობა დაცემაში მონაწილეობისთვის. მთელი ამ წერილის პათოსი, რომ ძალიან მოკლედ ერთი წინადადებით, უბრალოდ ერთი შეკითხვით ჩამოვაყალიბოთ, რატომ არ აქვს ევროპულ ბიუროკრატიას რეაგირება კოპენჰაგენში ადამიანების ძალადობაზე, მაშინ როდესაც ესეთ დეტალურად და სკრუპულოზურად აკვირდება იმას, თუ რა ხდება თბილისში. რა პასუხს ელოდება ქართული ოცნება აი ამ ღია საჯარო წერილის შემდეგ? შეიძლება ეს პასუხი სულაც არ იყოს ასევე წერილობითი სახით, ან შესაძლებელი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქმედება. ყოველ შემთხვევაში თქვენ რა ქვეტექსტი და სურვილი ამოიკითხეთ ქართული ოცნების, რა შედეგის მიღწევას ცდილობენ? ემა, თვითონ კოპენჰაგენის ინციდენტზე მეტი ინფორმაცია გახდა ცნობილი, ისე ყველაფერი არ არის, როგორც ოცნებამ წარმოადგინა პროპაგანდისტული მიზნებისთვის. ახლა მიზანი, მოტივი შეიძლება იყოს მრავალმხრივი, არაერთი ვერსია გამოითქვა, დაწყებული საკუთარი ელექტორატის შეგულიანებით, მუდმივად ეს მტრის ხატის შექმნითა და იაფასიანი მესიჯ ნარატივების შემუშავებით, მაგრამ თავარი დასკვნა ალბათ არის შემდეგი, ჩემთვის თავარი დასკვნა არის, რომ როდესაც საგარეო ურთიერთობებში ქვეყანა მისი პრემიერის სახით ან ქართული დიპლომატის სახით საუბრობს ღია წერილებით, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის დისფუნქციური, შესაბამისად დიპლომატია არის დისფუნქციური, იმიტომ რომ არსებითად საკითხების გადაწყვეტა ღია წერილებით არ ხდება და ჩვენ გვახსოვს, რომ ღია წერილების პრაქტიკა უკვე არის დამკვიდრებული პრაქტიკა, არა მარტო პრემიერ კობახიძის შესრულებით, არამედ პრეზიდენტ ყაბულაშვილის შესრულებით. ეს ერთგვარი თვითაღიარება არის, თუ შეიძლება ითქვას, რომ პროფესიული დიპლომატია თუ პროფესიონალური დიპლომატია არის უშედეგო და ვერც იქნება შედეგიანი, ვინაიდან დიპლომატია უნდა იმყარებოდეს მერიტოკრატიას, სოდნას, კომპეტენციას, ინსტიტუციურობას, ეს ყველაფერი ის არის, რაც ჩვენთან არ არსებობს, მოშლილი არის, ვინაიდან ჩვენ დღეს ფაქტიურად გვაქვს დისფუნქციური მოშლილი როლ დაკარგული და რეპუტაცია შელახული სახელმწიფო ჩვენ და სამწუხაროდ. შეიძლება აქ პროშორს წავიდეთ, რომ ეს სახელმწიფოც არ არის, ეს არის რაღაცა სხვა ფენომენი. ამიტომ ბუნებრივია ტრადიციული მეთოდებით ურთიერთობა მათ არ დარჩენიათ, ერთადერთი არის ღია წერილით. ახლა პასუხი რა იქნება, მე ძალიან მიჭირს მაგაზე საუბარი. პასუხი შეიძლება სულაც არ იყოს, მაგრამ ალბათ ეს არ არის მთავარი მიზანი ქართული ოცნების მხრიდან. მე შარშან გამოთქვი ვარაუდი, რომ საერთოდ ასეთი წერილების გავრცელება, ასეთი შეფასებები იყო ერთგვარი ნიადაგის შემზადება, რომ ქართულ ოცნებას ფორმალური დეკლარირება მოეხთინა საგარეო კურსის შეცვლილებისა, ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაო ამ მიზნით გადადგმული, წარმოებული. მე იმასაც ვარაუდობდი და უნდა ვაღიარო, რომ ეს მოხდებოდა ასეთ დეკლარირება შარშან წლის ბოლომდე, რაც არ მოხდა. ეს არ მოხდა ალბათ იმიტომ, რომ გარკვეულწილად შარშან ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები დამთავრდა საყაიმო შედეგით, ანუ ვერც ხელისუფლებამ ვერ გაიტანა თავისი მიზნები ბოლომდე და ვერც წინააღმდეგობის მოძრაობამ თუ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა. ალბათ დღეს ყაიმი გამორიცხული იქნება, წელს ყაიმი გამორიცხული იქნება ქართული ოცნება, ან ის, რასაც ჩვენ ვეძახით ქართული ოცნება, ესწრება ბოლომდე შეასრულოს დასახული მიზანი. ფორმალური კუთხითო
ასე ვთქვათ, დაადასტუროს საგარეო კურსის ცვლილება. ჩვენ პრაქტიკულად დეკლარირების გარეშე გვესმის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია, ევროპული ღირებულებები ჩვენთვის არის უცხო, ეს არის საზიანო, ეს არის ანტიქართული, ეს არის დეკლარირება როგორ უნდა მოხდეს ამის? მე მიჭირს დეკლარირების ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა ხერხებით დაწყებული პარლამენტის დადგენილებით, ან საგარეო პოლიტიკის დოქტრინაში ცვლილებების შეტანით, ინსტრუმენტები შეიძლება იყოს მინიმუმ 1, 2 ან 3 კატეგორიის, მაგრამ თავარია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით, იმიტომ რომ ეს ვერსიაც მუსირებს. ესეც ვარიანტი არის. ესეც ქართულოცნებას ჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და სწორედ ეს მიზანი შეიძლება ამოძრავდეს თუ მაგალითად წლის მიწურულს ვადამდელ არჩევნებს თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგად ან კალენდარული არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, რომლის შედეგადაც საჭირო ხმათა რაოდენობა, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩამოყალიბდება, ბუნებრივი არის 78 მუხლი ამოვა კონსტიტუციიდან, მაგრამ თქვათ და არ ამოვიდა 78 მუხლი, შეიძლება ეს თქვათ ესეთი შუალედური გზებითაც იქნეს დადეკლარირებული. თავარი არის ალბათ ნიადაგის შემზადება, თავარი არის იდეოლოგიური ბაზის შემზადება. თუმცა სიმართლე რო გითხრათ, აი ჯერ საქართველოში ერთ-ერთი ჩემი კოლეგის მხრიდან გამოითქვა ესეთი ვერსიაც, რომ ამას არ აპირებს ქართული ოცნება, ეს არის უბრალოდ ჩვენს განწყობებზე თამაში. ეს არის მუდამ, ეს თქვათ, რაღაც გამოვაჭრებისათვის გარკვეული საშუალებათა, შესაძლებლობათა ფანჯრის ღრიჭოთ დატოვება, ვინაიდან ოცნება უკვირდება რეგიონში მიმდინარე პროცესებს, უკვირდება რაოდენ შეიძლება გაძლიერდეს ან შესუსტდეს დასავლური წარმომადგენლობა რეგიონში, უკვირდება უკრაინაში მიმდინარე ომის დინამიკას და აი ესე თქვათ, ეს არის ერთგვარი დაიწონეს პრინციპით მიდგომა. ერთი სიტყვით კიდევ ერთხელ ვამბობ, მოტივები შეიძლება იყოს მრავალმხრივი, მაგრამ ჩემთვის პირადად მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ ვესაუბრებით სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობას როგორც სახელმწიფო, ჩვენ არ ვესაუბრებით ინსტიტუციურად, ჩვენ არ ვესაუბრებით როგორც თავმოყარე პოლიტიკოსები, გულისხმობ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში და აი ეს დასკვნა რაც გითხარით პასუხის თავში, ეს დასკვნა ჩემთვის არის ცალსახად და ერთმნიშვნელოვანი. ხო, გასაგებია რომ ახლა ქართული ოცნება სრულად არაპროგნოზირებადია და ამაზე მათ მიერ ბოლო დროს მიღებული არაერთი გადაწყვეტილება მეტყველებს, მაგრამ აი თქვენ საუბრობდით რომ შეიძლება ერთ-ერთ ვერსიად განვიხილოთ ვადამდელი არჩევნები, ისევე როგორც შეიძლება განვიხილოთ ვადიანი არჩევნებიც, ანუ 2026 წლის მიწურულს არჩევნების ჩანიშვნის შესაძლებლობა, ანუ ჯერ კიდევ არ მოხსნილა რაღაცა საპროგნოზო დღის წესრიგიდან, აი სხვათა შორის, როდესაც მამუკა ბინარაძე გამოვიდა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტის შექმნა დაანონსა, რომელმაც საჯაროდ გამოთქმული სიძულვილის ენა უნდა შეისწავლოს და რეაგირებაც მოახდინოს ამ ყველაფერზე, ამანაც გააჩინა, ასე ვთქვათ, უფრო სწორედ გაამყარა ის მოსაზრება, რომ აი ქართული ოცნება ყველა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯით რაღაცნაირად ცდილობს პოლიტიკური ველის მაქსიმალურად მოსუფთავებას აღარ ქვია მას სტერილება უფრო ქვია მე მგონი. სხვადასხვა ნიშანი არის, სხვადასხვა ინდიკატორი არის, რომლებიც ერთობლიობაში აღებული ალბათ შეიძლება მიუთითებდნენ არც თუ ირიბად, შეიძლება პირდაპირ გზით, რომ შეიძლება ვადამდელი არჩევნები გამოცხადდეს და შემოდგომაზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს მაინც უფრო უარული ჭორებისა და ხმების დონეზე ვართ ჩვენ ამ მხრივ. დანამდვილებით ეს ასე მოხდება თუ სხვაგვარად ამის თქმა მე პირადად ძალიან მიჭირს, მაგრამ თუ დედუქციით მიუდგებით და ლოგიკური მსჯელობით და რაღაც კონსტრუირებას მოვახდენთ, მე მომეწონა თქვენი შეფასება, გასტერილურება პოლიტიკური ნებელობის, წინამდებობის მოძრაობის, პოლიტიკური აქტივიზმის ეს პროცესი არის ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია თვალს ვადევნებთ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკა ფაქტიურად ნულამდე არის დაყვანილი. ამიტომ ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, როდესაც ხელისუფლება ალბათ დარწმუნებული იქნება ქართული მართველი პარტია, რომ მას პრაქტიკულად უპირატესობა იქნება, ან ისეთი, რომ შეიძლება არჩევნებზე დიდათაც არ დასჭირდეს გარკვეული
მაქინაციების განხორციელება შეიძლება აბსოლუტური კომფორტი იგზნოს და განაცხადოს კიდევ სხვადასხვანაირი არჩევნების შესახებ. სხვა რა შეიძლება დავუშვათ, სხვა რა მიზნები შეიძლება წაიკითხო ეგრეთ წოდებული ცენზურის პოლიციის ამოქმედებაში, იმიტომ რომ ყველას ეს მოლოდინი აქვს, რომ ფაქტობრივად სიტყვით ეს ადამიანები საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებებს შეისწავლიან და თუ კი მიიჩნევენ, რომ ის სიძულვილის ენის შემცველი ან შეურაცხყოფის შემცველი ან რაღაცა შუღლს აღვივებს, მათ შორის პოლიტიკურს საზოგადოებაში, უკვე რეაგირებისთვის გადაუგზავნოს სასამართლოს. არაერთი თქვენი რესპონდენტი უფრო დაბეჭდებით საუბრობს, რომ პრაქტიკულად დარწმუნებული არის ვადამდელი არჩევნების შესახებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რთულია ჩემთვის გადაჭრით საუბარი, მაგრამ აი ეს ანალიზი, რაც ჩვენ ახლა ჩავატარეთ, იგივე საკონსტიტუციო საარჩევნო პარტიების აკრძალვის თაობაზე, რიგი სხვა ასრულებების საკანონმდებლობაში პრაქტიკულად იქეთკენ არის მიმართული, რომ აბსოლუტურად ეს თქვათ ყოველგვარი კონკურენციის გარეშე შევიდეს ხელისუფლება მმართველი პარტია არჩევნებში. თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებელთა დასკვნაში ყოველთვის ეს სიტყვა ფიგურირებს კონკურენტული. მაგრამ კონკურენტული არ ნიშნავს მანდამაინც სამართლიანს. კონკურენტული შეიძლება იყოს თუმცა მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით. მაგრამ აი ამ შემთხვევაში შეიძლება უკონკურენტო არჩევნებიც მიიღონ, ვინაიდან აბსოლუტურად გასტერილურებული, განეიტრალებული იყოს პოლიტიკური ველი. თუმცა ეს ის შემთხვევა, როდესაც კონკურენციის ზრდა ან შემცირება თვითონ ოპოზიციის პოლიტიკურ ნებაზეც არის დამოკიდებული, იმიტომ რომ არსებული მოცემულობით ოპოზიციური პარტიების გარკვეული ნაწილი ბოიკოტის მომხრე რჩება, მაშინ როდესაც ნაწილი მზად არის ყველა მათ შორის უთანასწორო საარჩევნო ბრძოლაშიც კი შეეჭიდოს პოლიტიკურად ქართულ ოცნებას. თქვენ რომელ ბანაკს მიეკუთვნებით აქედან? ჩვენ ბოიკოტის ბანაკს არ მივეკუთვნებით, თუმცა არაერთგზის გვითქვამს, რომ არჩევნები უნდა გავდეს რეალურ არჩევნებს და არა დეკორაციას, არა პაროდიას, საარჩევნო პაროდიას. არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო დღე, თუ არჩევნები დაინიშნა, საარჩევნო გარემო უნდა იყოს შესატყვისი, ანუ უნდა განაწყობდეს არა მარტო კონკურენტული, არამედ სამართლიანი არჩევნებისათვის. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აზრი ექნება მონაწილეობას, მაგრამ ამ ვითარებაში, როდესაც აი მე და თქვენ აქ ვზივართ და ვსაუბრობთ ასეთ ალბათობაზე, მე მაინც ვთვლი, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ამოცანა არის, რომ ემზადებოდეს გნებავთ კალენდარული და მით უმეტეს უბრალოდ ყველა შემთხვევაში ნებისმიერ ორივე სცენარისთვის ემზადებოდეს, იმიტომ რომ დაშვებას თუ ჩვენ ვაკეთებთ, რომ არჩევნები იქნება ვადამდელი და თუ ჩვენ ასევე დაშვებას გავაკეთებთ, რომ მე კი არ მჯერა ახლა პირადად იმისა, რასაც ახლა ვიტყვი ახლა ამ მომენტში, მაგრამ რომ ველი გაკეთილშობილდება და საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად კანონმდებლობა ოდნავ მაინც გაკეთილშობილდება, რომ არჩევნებს აზრი მიეცეს, ისე არ უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, რომ პოლიტიკური პარტიები აღმოჩნდნენ საიტნოტში და მერე უკვე დრო ძალიან მცირე იყოს, რომ სამზადისი ჩაატარო. ამიტომ ეს არის მუდმივი მდგომარეობა, საერთოდ მუდმივი მდგომარეობა არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის ემზადებოდეს და იყოს მზად ხელისუფლებაში მოსასვლელად. ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა აბსოლუტურად. თუნდაც ეს 26 მაისის დაანონსებული აქცია გარკვეულწილად პოლიტიკური პარტიების სამზადისზე არ მიუთითებს? ალბათ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ვარიანტის. დაანონსებული ახლა მე მიჭირს ზუსტად გითხრათ რა გეგმა აქვთ ორგანიზატორებს, მაგრამ თუ საუბარი არის შესატყვისი პოლიტიკური ტონუსის, ტემპერატურის შენარჩუნებაზე, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება შეიძლება იყოს ამ აქციის. უბრალოდ ასეთ შემთხვევაშიც ალბათ მე პირადად ვისურვებდი, რომ ორგანიზატორები უფრო ცხადად ესაუბრებოდნენ საზოგადოებას, რა არის მოლოდინი. მოლოდინი არის დემონსტრირება იმისა, რომ პოლიტიკური ნებელობა, წინამდებობის გაწევისა და საზოგადოებრივი მედეგობა არსად არ წასულა, არ შემცირდა, ეს ერთი მოცემულობა არის და ამ მხრივ რა თქმა უნდა 26 მაისის აქცია არის აბსოლუტურად გამართლებული სიმრავლის კუთხით და ასე შემდეგ.
თუ ამოცანა არის რაღაც სხვა, მაგრამ ეხლა ესეც კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან ვარაუდის დონეზე არის, მაშინ აქა ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ცხადად და გასაგებად ინფორმირებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაიმე სხვა ამოცანაზე განცხადება არ გაკეთებულა, თუ არ ჩავთვლით ერთგვარ რაღაც ეს თქვა ბუნდოვან ხოლმე მინიშნებებს, რომელთა გაშიფრა ეხლა პირადად მე ძალიან მიჭის. აი თქვენ რაში იყო ბუნდოვანება, მათ შორის აი იქნება პოლიტიკური გამოსვლები, იქნება სცენა, ამაშია ბუნდოვანება. მაგალითად ეხლა ერთ-ერთ განცხადებაში ერთ-ერთი ორგანიზატორის იყო შევიკრიბოთ და აღვასრულოთ. აი ჩემთვის მაგალითად ეგ სიტყვა აღსრულება გაუგებარი არის, რაში გამოიხატება ძალიან ობიექტური მატერიალური ფორმით. ამდენად აქ ალბათ აღსრულება და რაღაც ეს ვთქვათ დაგვირგვინება და შედეგზე საუბარი ვერ. თავარი შედეგი არის, რომ ქართულმა საზოგადოებამ თავისი სიმრავლით რუსთაველის გამზირზე უჩვენოს თავისი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ეს არის ფსიქოლოგიური ომი, ფსიქოლოგიური დაპირისპირება მათ შორის და აი, როდესაც ჩვენ უყურებთ კნინობითი ფორმით ხელისუფლების შეფასებას, რომ გაქრა პროტესტი და დაკნინდა და ვთქვათ მხარდაჭერა საზოგადოებრივი ფართო არ აქვს, 26 მაისი არის უნიკალური საშუალება, რომ ამის დემონსტრირება მოხდეს, რომ პროტესტი არსად არ წასულა, ის აქ არის. მზად ხართ ოპოზიციასთან ერთად შეხვიდეთ აი ფსიქოლოგიურ ომში და ზოგადად როგორი იქნება თქვენი მონაწილეობის ხარისხი ამ აქციაში, აგერ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ჯერ არ იცის, იქნება თუ არა სიტყვით გამოვალ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა უпростоრეთ, ანუ არც დააკონკრეტა და არც არ დაადასტურა და არც უარყო, მოდი ასე ვთქვათ, აი თქვენს შემთხვევაში როგორ იქნება? თუ თქვენ მეკითხებით პოლიტიკურ ინიციატივა ჯერ საქართველოზე, ჩვენი დამოკიდებულება არის ესეთი, რომ ნებისმიერ წევრს ჩვენი ჯგუფისა აქვს მისი საკუთარი ავტონომიური, ინდივიდუალური ნება და არჩევანი მიიღოს გადაწყვეტილება. ასე რომ მე ვიცი ჯგუფის განწყობა, რომ არაერთ წევრს აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა ამ აქციაში, ვიმეორებ, ეს არის ნებისმიერი ჩვენგანის ინდივიდუალური არჩევანი. ჩვენ როგორც ჯგუფს სტრუქტურულად ჯგუფის სახელით, ინიციატივის სახელით დამოკიდებულება არ გამოგვიხატავს, ჩავთვალეთ, რომ ასე უფრო სწორი იქნება, ასე უფრო დემოკრატიული იქნება, რომ არც ერთი ჩვენგანი არ შეიზღუდოს მისი დამოკიდებულების დემონსტრირებაში. კი ბატონო, და იყო შემოთავაზება, რომ უფრო მეტი ყოფილიყო თქვენი ჩართულობა ამ პროცესში, საორგანიზაციო საკითხებში, შესაძლებელია როგორც ალიანსის წევრი არა, იმიტომ რომ თუ ასეთი სურვილი გქონდათ აქამდე მიიღებდით ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს ხომ ხელს არ უშლის, რომ უფრო ფართო საზოგადოებრივმა წრეებმა დაგეგმონ ასეთი ტიპის აქცია და მათ შორის მოსახლეობისთვის, აქციის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვითაც ისარგებლო. იმოდენა დიდი ხათრი მაქვს თქვენი ემა, როგორც ყოველთვის, რომ ამ ეთერამდე 10 წუთით ადრე დამირეკა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. და მკითხა, ხომ არ დავაფიქსირებთ როგორც ჯგუფი ჩვენს დამოკიდებულებას? პასუხი იყო იგივე, რაც ახლა გავაჟღერეთ თქვენთან ეთერში. ბატონო ვიქტორ, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიქტორ ყიფიანი, საზოგადოებრივი მოძრაობა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი ანალიტიკური ორგანიზაცია JLKS-ის თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სულ ეს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსი დაგიბრუნდება თქვენ პარასკევს დროებით. პალიტრა ნიუსი, ახალი ამბების ტელევიზია. ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. ამინდის პროგნოზის პარტნიორია ამინდი G.